გამარჯობა. ისევ ჩვენი ნაცნობი მიმდინარეობა 40 შემთხვევითი საინტერესო ფაქტი. კომენტარებში დაწერეთ 40-დან დაახლოებით რამდენი მათგანი იცოდით, ასევე რომელი მოგეწონათ გამორჩეულად, თუ არის ასეთი. უშუალოდ მათ ესაუბრის დაწყებამდე კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა. ასევე მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი Facebook გვერდი, რომელზეც ვერაფერს იხილავთ ძალიან საინტერესო ინფორმაციების გარდა. პირველი ავტობიოგრაფიული მოთხრობა, ბავშვობა, ლევ ტოლსტოიმ 1852 წელს თბილისში დაწერა. ბურთის აუზზე გადაგდება და თამაშის შეჩერება, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი ტრავმირებულია. წესად გარინჩამ და ალტაიერმა შემოიღეს, თუმცა ამბობენ, რომ ამ ჯენტლმენურ ჟესტს ყველაზე ადრე ბორის პაიჭაძე აკეთებდა. ქართული თვლის სისტემაში არსებობს სიტყვა ბევრეული, რაც 10,000 ნიშნავს. მუსიკის ისტორიაში ყველაზე გრძელი ოპერა, ვაგნერის ნიბელუნგების ბეჭედია. იოანიტები, ცისტერციანელები, კაპუცინები და ტამპლიერები. ეს არის კათოლიკურ ორდენთა ჩამონათვალი. სპორტს მხიარულება უხდება. მე რომ სერიოზული კაცი ვიყო, მილიონი მაყურებლის წინაშე ტრუსიკითხომ არ გამოვიდოდი. განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლევან თედიაშვილმა. მისი ოფიციალური შეხვედრების მაჩვენებელია 640 მოგება და 2 წაგება. სიმაღლით მკვეთრად განსხვავებული პირისადმი სექსუალურ ტოლვას ანასტიმაფილია ეწოდება. ცნობილი ინგლისელი მწერალი აგატა კრისტი წერის დროს უამრავ გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა. მას სკოლაშიც არ უვლია. დღემდე აღმოჩენილ დინოზავრთა ნაკვალევს შორის ყველაზე დიდი 136 სანტიმეტრიანი ნაკვალევი გადროზავრს ეკუთვნის. ჟან-ჟაკ რუსოს ავტობიოგრაფიული რომანი „აღსარება“ ილია ჭავჭავაძის სამაგიდო წიგნი იყო. მე არ ვარ განდეგილი ბერობის მომხრე. გვწამდეს, მაგრამ ვქმნიდეთ. ეს ოტია იოსელიანის სიტყვებია. ნადირობის წინ ხევსურები ოჩოპინდრეს ევედრებოდნენ. ნადირთ მწყემსო, ოჩოპინდრე, შენ გეხვეწები, მომეც ჯიხვის თავი, მომაკლევინე. სული ხომ შენია ნადირთანი, ვინც არის ის? ოჩოპინდრე ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველია. ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და დაიხოცნენ ერთ დღეს. ამ სიტყვებით მთავრდება ალექსანდრე გრინის თითქმის ყველა მოთხრობა. ვეფხვი ადამიანს ყოველთვის ზურგიდან ესხმის თავს, რის გამოც ინდუელი შეშის მჭრელები კეფაზე ნიღბებს ატარებენ. იმ ადამიანს, რომელსაც მსახიობთა ან ორატორთათვის ტაშის დასაკრავად ან მათთვის დასასტვენად იყენებენ, ქირაობენ, კლაკერს ეძახიან. მავრიკიის გერბზე ამჟამად უკვე გადაშენებული ფრინველი დრონტია გამოსახული. ცოტა რამ ზვიგენებზეც. ისინი კიბოთი არასდროს ავადდებიან, ასევე მათი გონებრივი აქტივობა ასაკის მატებასთან ერთად ოდნავადაც არ ქვეითდება. ბელის ფოცხვერს კარაკალი ჰქვია. ინდოეთში მას წვრთნიან და კურდღლებზე, ფრინველებსა და პატარა ანტილოპებზე სანადიროდ იყენებენ. ქრისტიანობის გავრცელებამდე ჭყონდიდში, ანუ ახლანდელ მარტვილში, აღმართულ კერპს კაპუნია ერქვა. მას მსხვერპლად პატარა ბავშვებს სწირავდნენ. აკვიატებულ შიშებს შორის არსებობს თავად აკვიატებული შიშის აღზვრის შიში. მას ფობოფობია ეწოდება. მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების მსგავსად ევროპაში მცხოვრები ბოშებიც დაზარალდნენ. ებრაელები და ბოშები ერთ ჭრელში განიხილებოდნენ. მოსკოვის საფეხბურთო კლუბს დინამოს ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინი რაღაც პერიოდის მანძილზე ჰოკეისაც თამაშობდა. იქაც შესანიშნავი მეკარე იყო. კოსმოსურ ხომალდ ჩელენჯერის ბორტზე მოსახვედრად გამოცხადებული გახლდათ კონკურსი, რომელშიც 11,000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ყველასთვის მოულოდნელად ასეთი კონკურენციის პირობებში სკოლის მასწავლებელმა ქალმა გაიმარჯვა. ატამანი, კოშევოი, ხორუმჟი, იასაული და სოტნიკი. ეს გახლავთ კაზაკთა სამხედრო ჩინები. გერმანიაში განავალი ამ სიმაღლეზე დაგროვდა. ამბობდნენ 1923 წელს გერმანელი ანტიფაშისტები და ფაშისტური წესით იშვერდნენ ხელს.
სანამ კინოკარიერას გაიკეთებდნენ, მიშელ ფაიფერი ოფიციანტად მუშაობდა, კევინ კოსტნერი დურგლად, ადრიანო ჩელენტანო მესაათედ. ასეთი ჩამონათვლის გაგრძელება თითქმის უსასრულოდ შეიძლება. სწორვალიდან არავინ იწყებს. ნიანგი მსხვერპლს მთლიანად ყლაპავს. მისი კუჭი იოლად ინელებს ანტილოპას, ჩლიქებსა და რქებს. ქალთა დღე პირველად რომის იმპერატორმა ვესპასიანემ შემოიღო. ამ დღეს ქალებს ძაღლის ლეკვებს ჩუქნიდნენ. 1946 წლის ოქტომბერში თავი მოიკლა გერინგმა. სიკვდილის წინ კი ასეთი ბარათი დაწერა. ისტორიას არ ახსოვს, ფერდმარშალი ჩამოეხრჯოთ. საქართველოში ტახტის მემკვიდრის აღმზრდელ ვეზირს ათაბაგს ეძახდნენ. პირველად ეს ტიტული ივანე მხარ გრძელს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ათაბაგი სამცხის მთავართა ტიტულად იქცა. ჯურის გამოსახულება ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე იცოდნენ ეგვიპტელებმაც და მაიას ტომის ინდიელებმაც. ინდიელებს სჯეროდათ, რომ ჯვარზე მზის უმაღლესი კაცი მოკვდა. კოლუმბიის ფეხბურთის ნაკრების მცველმა ესკობარმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში შემთხვევით ავტოგოლი გაიტანა. სამშობლოში დაბრუნებისას ძალიან მალე ის ამის გამო ქუჩაში მოკლეს. სატელეფონო კავშირის უქონლობა ძველი გალებისთვის დიდი პრობლემა არ იყო. ახალ ამბავს ისინი სულ რაღაც 2 საათის განმავლობაში ყვირილითა და გადაძახილებით 300 კილომეტრის მანძილზე ავრცელებდნენ. 1054 წელს ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად გაიყო. რომის პაპმა დაწყევლა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ხოლო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა რომის პაპი შეაჩვენა. სახელი ალექსანდრე კახეთის ტახტისთვის მეტად უიღლო აღმოჩნდა. ამ სახელის მქონე ორივე მეფეს საკუთარმა შვილებმა, ალექსანდრე პირველს ავგიორგიმ, ალექსანდრე მეორეს კი კონსტანტინე მირზამ მოუსწრაფეს სიცოცხლე. ძველ რომში სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმა მხოლოდ მამაკაცთა დაკრძალვის დროს იყო მიღებული. ტრადიცია პირველად კეისარმა დაარღვია, როდესაც თავისი ახალგაზრდა ცოლის ნეშტსა გულის შემძვრელი სიტყვა წარმოთქვა. კალიგულა ჩექმას ნიშნავს. რომის იმპერატორი გალიუს იულიუს გერმანიკუს კალიგულა ბაბუამისის იბერიუსის ჯარისკაცებთან იზრდებოდა და მეტსახელიც მათ შეარქვეს იმ უცნაური ჩექმების გამო, რომლებსაც მომავალი იმპერატორი ატარებდა. ფილიპე მეორე მაკედონელის სიკვდილით ყველაზე მეტად მისმა მეუღლემ ოლიმპიადამ გაიხარა. მან მკვლელის პავსანიას ნეშტი გვირგვინით შეამგო. მის მახვილზე კი თავისი ქალიშვილობის სახელი ირტალიდა ამოკვეთა და აპოლონის ტაძარს შესწირა. 10 წლის ფიდელ კასტრომ ამერიკის პრეზიდენტს მისწერა. არასდროს მინახავს $10 კუპიურა და კარგი იქნებოდა რომ მქონოდა, თუმცა ფული მისთვის არავის გაუგზავნია. იაპონიაში ყოფნისას ჟან ბარემ ბრინჯის არაყს საკეს გაუსინჯა გემო. მის ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და მაგარი არაყი ჰქონიათ. თქვა მან, ნუ ღელავთ ბატონო, ეს ჩვეულებრივი მიწისძვრაა. ასე დაამშვიდეს მსახიობი.